გულგაგმირული ბეჩაური თავსმანდილი ჩამოხეული ასე წვადაგული გაზრდილმა რას ვიფიქრებდი იხარა წვერს მარგალიტი მოისხა ტანის ურმუხტით იფარა დაბრძანდა ოქროს ტახტზე და ვითმეფე ქვეყნის მკრობელი ისაა ქვეყნის ნუგეში იმას შეხარი სოფელი მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი ვისი კეთილის მყოფელი ვიცინი იმას ქვეყანას ან რა საქმე აქვს ჩემთანა ერთმა საწყალმა სიტყვამა ბოროტ კაცთაგან წეულმა ბეჩაურმა წრევლით ნაბანმა თავსმანდილ ჩამოხეულმა მიმდინარეობს 1925 წელს 100 წელი შეცვლა მთელი ხმელეთის ბატალია მთელი ერისთვის მამული შვილობის სიბრძნისა და მარადიული ფასეულობების მასწავლებლებს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან მართლაც რომ ტანჯული გულის ნაცრემლია მისი სიტყვა ჯავრით ნაკვები მაგრამ სნეული და ბეჩავი კი არა ხმაურითა და გვინვა კუხილით მომდინარე პოეტის გულის ქურაში გამოტარებული ცრემლით ნაბანი მაგრამ ნაღდი სიტყვა აუცილებლად აღორძინდება თვითონ ვაჟაც ის კეთილი ნაყოფი იყო რომელიც ოხიერ ნიადაგზე დაეცა და აღორძინდა დღეს ჩვენი ღონისძიების განმავლობაში მოკლედ მაგრამ ამომწურავად შევეცდებით წარმოვადგინოთ ჩვენი პოეზიის არწივის მრავალმნიშვნელოვანი პუბლიცისტიკა პროზა პოეზია თუ სხვა შეუდარებელი ეპიკური ქმნილებები ყოვლის მომცველი სიყვარულის მასწავლებელია ის როგორც გუმბერაძე მწერალი და შემოქმედი საქართველოს ერთ-ერთმა უპირველესმა და უდიდესმა მოაზროვნემ ილია ჭავჭავაძემ აღმოაჩინა ივერიის თანამშრომელი იაკობ მასვედაშვილი გვიამბობს რომ ვაჟამ თავისი მოხუცის ნათქვამი ივერიაში მოგვიტანა დასაბეჭდად მისი წაკითხვის შემდეგ ილია დიდხანს იჯდა თაფიქრებული ეთყობოდა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წაკითხულმა მერე თითქოს ძირიდან გამარყავ ახტაცებით წამოიძახა სიტყვები რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა არა ჩვენ ძველებმა ახლა კალამი ძირს უნდა დავსვა და გზა ვაჟაც უნდა დავუწყო ეს სიტყვები ივერიის თანამშრომლებს ზედმეტად მოშველებია თვით ვაჟასაც მაგრამ ვაჟა ძალიან წახალისებულა და იმ წელს მისი 40-მდე ნაწარმოები გამოქვეყნებულა მართლაც მწვერვალზე იყო აქ შეიძლება ითქვას თავს ვიყავ მწვერვალზე ვიდექ თვალწინ მეფინა ქვეყანა გულზე მესვენა მზე მთვარე ლაპარაკობდი ღმერთთანა ვაჟასა და რუსთაველს შორის რაღაც საერთო ილია ჭავჭავაძემაც შენიშნა და ამბობდა რუსთვების შემდეგ ასეთი პოეტი ჩვენ არ გყოლიაო პოეტის უკიდეგანი მიჭიდა ფანტაზია თანაბარი ძალით ვრედა და გრძნობდა სულიერსა და ოსულოს ხორციელსა და უხორცოს ზეციერსა და მიწიერს იმედოვნებდა რომ ღმერთის წინაყარი იყო რადგან შეეძლო უსულოს აგნებისთვის სული შთაებედა მას კარგად მოეხსენებოდა რომ ღმერთის შვილი იყო ამიტომ თავის ზეციურობას გამოყვებდა ქვეძრუნულ ბუნებას კი ყოველ მხრივ უარყოფდა გოსლის უმთავრეს საქმიანობად ქვეყნის სიყვარული სიკეთის კეთება და თანამოძმეთა დახმარება მიაჩნდა. ნუგეში გოსლისა, ვაჟა-ფშაველას ერთგვარი შეჯამება შეფასება თვით წერის მიერ აღსარებად დაწერილი. ნუგეშო, სწორედ სანუგეშოცა, გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგო და ფიქრით გამსჭვალულს, ავი, მიარა ჩამიდენია. ნუგეშო ბამით, მიწას მიწურა და თას ციურად მივეთავაზი. არ მიგოქმნია დაბლაქვენ ძრომად, მაღლა დავხმინავ როგორც გავაზი. ჩემ თურფა მხარეს, კერს დავაკირე, სიტყვა საგმირო, სიტყვა ლამაზი და ამ ჩემს ღერას პულს რომ უგდებენ ქართველ კახები, იმერ აფხაზი. მამა პაპათა აკლდამებიდან გამოვიწვიე გმირთა აჩრდილი და დავუკოცნე იმათ კლავები, სახე შუბისწვით და ხმით აჩრჩნილი. მე გავაცოცხლე ხელის შეხებით, ლეში მდუმარე, ლეში გახსნილი. თავზე დავადli დაფნის გვირგვინი, წელის შეუნკე ისევაც ხმლითა, ნოყიერად მენაგვადი მიწა, როგორაც წვიმა, მოსუმარცითა. არ დაუძველდა და ჩემს გულსთვის ატყო, ნუგეშობს სხვისას, როგორაც მითა. მე არ მუთხარე მოძმე საორმო, თხელი შეუმრე კუპრით და ლაფით, არ ვიშ გავტაცემე ლუკმამური, სხვასაც ვაუწყე, ნაღარი დაფით. და სიყვარულის ჩემს თანამოძმე, ვაუწყე მედგრად, ნაღარი დაფით. სულო საგნებს სული ჩავბერე, ავა საუბრე ლოდები კლდისა და როგორც მეფე გავათამამე მწირი ბალახი ის ქუჩი მთისა მადლი მფენია მარჯვენაზე და იმ შემოქმედის მაღალი სუთისა ვაჟა-ფშაველა ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წელს ფშავში სოფელ ჩაჯარში 14 ივნის ახალშობილს თვალებზე შავით მაჰქონია ჩამოფარებული
ამის გამო ნახველებს უთქვა. ეს იმის ნიშანია, რომ სახელოვანი იქნებაო. ამ ნიშნისა თუ სხვა მიზეზების გამო ვაჟას მამას, პავლეს, ეს მესამე შვილი განსაკუთრებით ყვარულია. ვაჟას დედა გულხანი იხსენებს. 6 შვილი ისე გავზარდე, მამას ხელში არც ერთი აუყვანიაო, რადგან შავხევსურეთში ვაჟკაცი კაცის მიერ შვილის ხელში დაყვანა სირცხვილად ითვლებოდა. ვაჟა თავის ჩამომავლობის შესახებ წერდა. მე წმინდა ფშაველი ვარ, დედით და მამით. ვიზლი ბიძა არასკევა, მამაჩემი საიყო. ის პირველი მელექსა ყოფილა ფშავში. დღესაც ყველა ფშაველი მის ჰანგებზე ლექსობს. ვაჟას დედა გულხან ფიკლეშვილი, საძმო, 7 პოეტური სულის მქონე, ლამაზი გარეგნობის პიროვნება, რომელსაც წერა-კითხვა არ ჰქონია, თუმცა ზეპირად იცოდა უამრავი ლექსი, ლეგენდა და ზღაპარი. ვაჟა 10 წლიდან ჩარგალში ცხოვრობდა, 4 წლიდან ჩართული იყო საოჯახო საქმეებში. ნადირობდა და ჩარგლურაში კალმახს იჭერდა. 10 წლის ყოფილა ვაჟა, როცა მამამის თელავის სასულიერო სასწავლებელში ჩაუყვანია. ვაჟა წერს, ამ სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულს, გონებასა და ფანტაზიას ვერაფერი ვერ შემატა. ბუხარში ჯდომა, საგნების უაზრო წუთვა, როზგი, ცემატყება, ჯოჯოხეთად ეხატებოდა ავტორს. იძულებული ვიყავი სხვა წიგნებისთვის მიმემართა, იხსენებდა ავტორი. რა თქმა უნდა, ასეთი უსარგებლო სწავლის შემდეგ დიდი ბედნიერება იყო მისთვის ადადეგებზე მშობლიურ ჩარგალში დაბრუნება. ამის შემდეგ ვაჟამ სწავლა თბილისში სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში გააგრძელა. მოგვიანებით კი 1877 წელს გორის საოსტატო სემინარიაში. სწავლის მთავარი მიზეზი აქ ის იყო, რომ მოსწავლეთა ჩაცმა და ყვება უფასო იყო. ვაჟა 22 მსურველთაგან იმ 5 შორის აღმოჩნდა, რომელთაც საუკეთესო შედეგების გამო სემინარიის დამთავრებამდე სტიპენდიას იღებდნენ. სწორედ აქ გაიცნო ვაჟა სპენსერს, კანტს, გოეთეს, აღფრთოვანებული იყო გოეთეს ხედვითა და დამოკიდებულებით ბუნებასთან. როგორც ცნობილია, დაამთავრა თუ არა გორის საოსტატო სემინარია, ვაჟა მასწავლებლად მიაბარეს სტოლან სოფელში, სოფელ ამბისხევში. მიუხედავად ცუდი პირობებისა, ვაჟა მხნე და ბეჭითი იყო. სკოლის შენობა 60-თაღიანი იყო. ერთში გაკვეთილები ტარდებოდა, მეორეში შორის სოფლებიდან მოსული ბავშვები ცხოვრობდნენ, მესამეში მასწავლებელი. ვაჟა თავს ასწრიალებდა ბავშვებს, კლასგარაში საკითხავ წიგნებს ხშირად გავითაც უკითხავდა. რადგან დედა-ენაზე სწავლების საქმე ხელისუფლებისგან ბულგრილი დამოკიდებულების საგანი იყო, ვაჟამ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა თხოვით. გამოეგზავნა სკოლისთვის 5 ეგზემპლარი, ბუნების კარი და 15 დედა-ენა. ეს თხოვნა ვაჟას დაუკმაყოფილეს. 1882 წელს კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა გაზეთ დროებაში ადგილობრივი ბობოლებისა და სამღვდელოების წინააღმდეგ. მათ უჩივლეს ვაჟას. გაუძიებელო მასწავლებლობა მოუწონა ვაჟას, მაგრამ იძულებული გახადა საკუთარი განცხადებით ჯანმრთელობის მოშლის საფუძველზე დაეტოვებინა სამსახური. ეს პირველი შეჯდება ცხოვრებასთან მარცხით დამთავრდა. ლუკა პეტერბურგში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა. უსახსრო ბავშვი და ხელს. მას დახმარებია გულადოდანელი. ზობილი მოჭიდავე თიანეთში ასულა საჭიდაო და მთელი შემოსავალი იქვე გადაუცია ლუკასთვის. 1883 წელს ლუკა პეტერბურგში გაემგზავრა. იქ მისი ძმა გიორგი სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. გორის სემინარის კურსს დამთავრებულებს უნივერსიტეტში არ იქნებდნენ, ამიტომ ის თავისუფალ მსმენელად შესულა. გული მალე შემოეხარჯა და 1884 წელს უკან ბრუნდება საქართველოში და კვლავ აქვეყნებს ლექსებს, მოთხრობებსა და პოემებს. ამავე დროს სოფელ ოთარშენში მიიწვიეს შინა მასწავლებლად, თავად ოთარ ამილახვის ოჯახში. აქ შეუყვარდა მისი უკანონო შვილი, ეკენებიერიძე. ის იყო მშვიდი, კეთილი, მაღალი სულის პიროვნება, რომელიც სავარაუდოა ამ სიყვარულმა დააწერინა ვაჟას ლექსი „გამოგვით მე ვარ გავმით შენ“, რომელიც მალევე იქცა სიმღერად. დაასრულებენ ჩვენი საუკეთესო მომღერლები, ამჯერად მოსწავლეები. Quiser
4 შვილი ჰყავდათ: თამარი, მარიამ, ლევანი და ბულქანი. 1890 წელს მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძმები გაიყარნენ. ჩარგალში მხოლოდ ვაჟა დარჩა. ის ამ დროს 31 წლისა იყო. ციმბირის ფულის გამო ჯანმრთელობა შერყეულს თვალი დაუზიანდა, რის გამოც მშავალებმა რაზი განცალთვალადები შეექმნა. სულიერი სიმაღლისა და გონებრივი შესაძლებლობის მქონე ლუკა ჩვეულებრივი გლეხი იყო, შრომილი, ხმელთესველი, უარშიო ცხოვრება შეჭიდებული და ამ ჯიბრილში დამარცხებული 54 წლის ასაკში. თუ ეს მიწა არ ჩიჩქიდებული არ მოვიყვანი, ჩემი პოეტობა წერულა ნავთისა და მარიამის მოწესრიგებას. ოდი აჭარბებდა, როცა ლექსის ტაიპებად მომსწრო საკუთარი დარგი, ტანჯვა და წუთის ოფის ამბავი. ძირითადად გამეწერდა ისიც მოუცნობელს. მაგრამ შეაძლოა სასანთები ნაფიცი არ. ასე დროს ბუდისტის ცეცხლის სამზეზე. გამოედინებოდა ნაფი და ხან ხი არ იყო. ამას დაუწყებებას დაიმატა. არა დაუნავთობა მისთვის ცეცხლად განსაკუთრებით მუსიკის მოძალადებას. გამი რომ ძილსალაძე ერთი ასეთი გასაწევია მეზობლის გამო სტოკეშაში მისი ნარმოვია. ეს სამწესიდას ვაჟა მარტედან დახადამდა. დიდას მეციკს ავწერდა ნავთი არ მახსო. თუ მე მთელი გამე ბუხრის ავწერდა. უნდა მომეხმარო თიანეთს უნდა ჩახვიდე ნავთი ვიყიდო. მესი ხარული დავთვალე, მაგრამ ვაჟას ფული არ აქვს. ნავთის ფული საჭიროა ჯერ ქათმების ჭერა დაიწყო. მერე კვერცხები უნდა. კვერცხები რომ დააკეთეს ხოცა სასხები ნამიზობი. თავისი ცხენის შემიგასვა. კვერცხები ხუჭიში ჩავწერ. ქათმები კი უნარ მისკებზე გადავკიდეთ და გავოდექით თიანეთის ხელს ნავთის მოსატანად. მაგრამ დახეობდით. სულსადა გზამ უნდა გავდივი, რომ თავმა ჯერეთმა ხათმა შეიძინა. ცხენი დავხა, დაულოდები მესა და ცხენის მიწაზე დამწა. ესაკვირვად არ კვერცხები მთლად დაიმკვლა და შერცვალები ისე უკან დახვდა. ვაჟამ ბევრი იცნა და ახლა ისე სასათიანეთო კვერცხები. მესმევად გააგზავნა თიანეთს, რომ ვაჟას ის ნავთი მომეტანა. როდესაც ვაჟას ნავთი მოუტანა, ძალიან გაიხარდა. დიდი მადლობა მითხრა. ეხლა კარგად დავწერო და რამდენიმე დღე გამგებებული მუშაობდა. ასე დაწერა ვაჟამ. ვაჟამ შაველას ერთადერთი ჭუპა ჰქონდა, რომელიც წერილება გადასცეს საჩუქრად. ერთხელ ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა. მეზობლებს არ ჰქონდა საშუალება, რომ იგი ჩაცმული დაემართა. ამიტომაც შიშველს უპირებდნენ დამარხვას. ეს რომ გაიგო ვაჟამ თქვა, ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დაუნახავთ. აიგო თავისი ერთადერთი ჭუპა და მეზობლის ბავშვს გაადარა. არც რატან ცვია, არც ხერხდა, დავდი ვარ დედი შობილა. მეციმათ ჯოგი დამავარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთი სოფლის თონეში ბევრი სხვაც გამოცხობილა. ჩემს გარდა ასეთ ყოფაში მრავალი სხვაცა ყოფილა. ყველას სამარე მიგველის, ვინც დედის მუცლით შობილა. საგმობიც ვიყო, ქეთს არხრი თავი მდიდარი მგონია. ისეთი თქვენმაც მობამა ჯერ არ ვის გაუგონია. თლად მე მეკუთვნის ქვეყანა, მთაში მთა, ბარად ბარია. ზღვა და ხმელეთი ერთია, ცა ვარსკვლავების ჯარია. დილით მზემანა თობელი ღამის გუშალი მთვარია. დიდად სიმდიდრით ღირინი, ბეჭავთ ქვითინი მწარეა. ავდარი ჟინჟლი ცის ქცევა, ცა მოწმენდილი დარია. დილით გაფუჭქნა ვარდისა მთელი იმისი გვარია. ია უღრან დღეს მოსული, თხელკაბა ენა მტკბარია. ხელკაბაენა მტკბარია, კლდის თავ გაშლი პირემზე, თის სასახელო ქალია, მარგალიტივით მდელოზე ბჭყვიანა დილის ცვარია, ზამთრის ზუავების ქრუბუნი გასავხნის წვიმის ღარია, იქ ჯოჯოხეთის სამოთხის თუ დამიკეტეს კარია, ხარს გევარ ნაიალაღარს, კიწმიწა საუჩყვერ ბუბუნებ, ღმერთო სამშობლო მიცოცხლე მძინარი წამავს დუდუნებ, საწყნობა რომ ესმის იმათ ვარამზე წუწუნებ, არც რო სუსაკმო არა ვარ, მუდამ ყოწიწობ ჯუჯუნებ, ცოტა მაქვს ცოტას ჯერდები ბეჭავთაც გაუზიანებ, ავის თქმით ავის ცევითთა, გულს არვის დაუზიანებ, ხარს გევარ ნაიალაღარს, რკით მიწა საუჩყვერ ბუბუნებ, ღმერთო სამშობლო მიცოცხლე მძინარი წამავს დუდუნებ, საწყნობა რომ ესმის იმათ ვარამზე წუწუნებ, ხან და ხან ჟინი ამიღებს სიმღერას დავაბუგო. ეს ლექსი ერთ-ერთია, ვაჟას მრავალფეროვან და ზოგად საკაცობრიო თემაზე შექმნილ, შეუდარებელ ნაწარმოებთა ბუნები. ის პოეტისა და პოეზიის დანიშნულების გამო, გააზრების გამო
ვაჟა-ფშაველას პოეზიის ერთ-ერთი გასაღებია. წერა-კითხვის საზოგადოების გადაწყვეტილებით ვაჟას დაუნიშნეს 5 თუმანი იმ პირობით, რომ თვეში ერთხელ რაიმე ნაწარმოები მიეწოდებინა. ამავე საზოგადოების შუამდგომლობით დაინიშნა დიდთონეთის სკოლის მასწავლებლად. მას დიაღაცი ამაყებოდა, რომ კულტურის თავისებური არამდარი ყოფილიყო სამშობლოს ერთ-ერთ კუთხეში და პირნათლად მოეხადა თავისი ვალი. ვაჟა განსაკუთრებით ახლოს იდგა მშობლებთან და მარტივიერი უწვიდა მათ, რომ მასწავლებელი როგორი მხოლოდ არ გაიგოს. ვერაფერს გახდება მისი წადი, თუ გვერდით მშობლები არ ამოუგებიან და მისი ძიმე ხოჭისად გაიზიარებენ. რაც არ უნდა კეთილი ბრუნვადა შვილებისთვის. წერს პოეტი. თუ კაცის არ გავაგონებ, კარგმა განიცალვა ჩვენებ, შვილების სიკეთით გმობას ვერ მოვესწრებ. მათ ბრალო უბრალოდაც არ უნდა უთხრათ თურია. ბოლოდი არ იბადება არასდროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზადელი მშობლები და თვითონ ჩვენ ვართ დამნაშავე. და მაინც შვილების მომავალი, ბედნიერებისა თუ უბედურების სათავე მშობლებს უყრიათ ხელში. ვაჟას დიდი უბედურება დაადღა თავს, როდესაც 36 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი მეუღლე, კეკი, გაუთხილებელი. რამოდენიმე თვის ფერმძიმეს, დიდი ტვირთის წამოკიდების გამო უცელი მოსხდა და ვეღარ გადააჩნდეს. ის ქრის გაუტილებელი წავი დამკვიდრდა. იმის გამო, რომ ვაჟა თავის დასწრა ყოფილა კახეთში და მაინც ვერ ჩამოუსწრებდა, უიმისოდ დაუსაფლავებია. საყვარელ მეუღლეს სინაზით იას ადარებდა და მის გარდაცვალებას მიუძღვნა ლექსი. იას უთხარი თუფასა. იას უთხარი თუფასა. მოვა და შეგჭამსჭიაო. მაგრე მოხდენით ლამაზო თავი რომ აგიღიაო. შენ თუ გგონია სიცოცხლე, სამოთხის კარიღიაო. ნუ მოხვალ, მიწას ეფარე. მოსვლაში არ აყრიაო. ნუ ნახავს, ზე საინანებს, განასულ მუდამზეაო. მიწავს შენ გებარებოდეს, ეს ჩემი თვითონია. შენ ეპატრონე, ემშობლე, როგორად შენი ზნეა. უმშვენიერესა და უსაყვარლეს მეუღლეს შემდეგი სიმღერით ემშვიდობება გულმოღრული პოეტი. Thank you.
წუთისოფერთან შეჭიდებულ გენიუსს უამრავი ტკივილის გადატანა მოუხდა. ცევდა ნახველი მრავალხმიანი ქონია თვალები. წუთისოფრის გაუტანობაზე კი დაუწერია ლექსი. წუთისოფერი. ღმერთო, ამ წუთისოფელში გზები სადაღარვი არის. ხან სევდა შემომეყვითა, ხან თვალზე ცრემლი მღიმარე. სიცოცხლე გზას აგრძელებდა როგორც შეშლილი მდინარე. ხან დარი იყო, ხან სევდა ცხოვრებით გამომდინარე. მეც მივყვებოდი დინებას, ხან ცრემლით, ხან მომღიმარე. დარდი გულს შემომჩეოდავი თევზი, როგორც მდინარეს. ბევრჯერ დაღლილი ჩამოვჯე, ვეფერებოდი იარებს, სიკვდილო, ნუ მოიჩქარე, ბევრსაც ნუ დააგვიანე. რადგან სიცოცხლე ცოტაა, გულს სიყვარული მძვინვარებს, ღმერთო, შენამდე მოსვლამდე, თავს ნუ მიცრემლე მღიმარეს. წუთია მართლაც სამქვეყნად, სიცოცხლე, ჩვენთან ყოფილი, თხინში, ქეიფში ვატაროთ ამ ქვეყნად წუთისოფელი. როგორც ერის დავით ზარფის ნაწილი. მან იცოდა რომ ეს ბრძოლა იყო არა საქაისა და დიდებისთვის, არამედ სამშობლოს. თავის წინამორბედად დავით გურამიშვილს მიიჩნევდა და აცხადებდა. შენ ჩემო წინამორბედი, უზურპასესო პაპა, შენი ცრემლებით მომხარშე ჩემი ცხოვრების პაპა. ილიას იკუდივით თავზე გაცემული კი წერდა. ილიას კლდები არიან საბრალოდ, ყოვლად საწამი, გამოთაყვანებული მიღული წმინდა ბუნანი. რომელიც სატირელი და სავალალო მინა იყვნენ ჩვენი ქართველებისა და დიადონგოსანი. გიცხვენ, შენი დიდებული ნეშტის წინაშე, რომ შენ მიერ აფრიალებული დროშა არ დავწიო. გვეჭიროს მართლა და ვეცაბროთ ჩემი ენა ანგელზე ვიძიარებს ძნობას, ერთობას, თავისუფლებას და სიყვარულს. სიკეთის, სიცოცხლის, ბედნიერების გამარჯვება საკაცობრიო ოცნებაა. ამასთან ერთად ვაჟას თავისი ბეჭავი, ტანჯული სამშობლოს ტკივილი გულს აწევს და იმედოვნებს, რომ გაზაფხული საქართველოსაც დაუდგება. სწორედ ამ თემას მიუძღვნა ლექსი. კიდევაც ვნახავ გაზაფხულს. კიდევაც ვნახავ გაზაფხულს. ყელმოვერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლე გქცეველს, იმის სიტუხეს გთიასა, ამ მწვანებულსა მხაბარსა, და მწყაზურს ყვავილიანსა. კიდევაც ვნახავ ცას ჭერქდეს, თოვლის წილწვიბა ცვიოდეს, ანოყივრებდეს მიწასა, დინარეები ხვიოდეს, აღარ მინიტანჯებოდეს და აღარ ცვის გაშიოდეს. სიმართლის გამარჯვებასა მთაზე არწივი ჰკიოდეს, მეც მას დავასვეობლებოდე, გული აღარ ამკიოდეს. გუშინ წინ ვნახე, გუშინაც თველის წამლავდა იასა, აშლიდა შხავს სადაღესსა, ვეკი აწევდა ზიასა. დღეს ხედავ, ია მთელია, სუნელოვანი ნაზია, უცხედა ვაგბოგიბასვე, რა დუფა, რა ლამაზია, ქველი დაგობავს მუცვითა, არჩობს ბოლმა და ბრაზია. კიდევაც ვნახავ უხვა და ვარდნი, იანი ყვაოდნენ, ნაცრამტრად იყვნენ ქცეული, ვინაც გუშინა ზვაოდნენ. შხამის და გესრის მთესვენი მოისმნენ, არ არაოდნენ, ჩვენი სიკვდილის მსურნელი ყორნები ვემარჩხაოდნენ. დაჰბეროს სიცოცხლის სიო მომაკვდავს არემარესა, გავათასდეს სინათლე ცაზე მზესა და მთვარესა, უხვადას წვნიდეს წყალბას, ამ ჩვენს დაჩაგვის მხარესა, ჩვენც მსხვერპლი ძალმომრეობით ცრემს აღარ ვუნეთ მწარესა, ჩიტების ტკბილი გალობა ისმოდეს ყოველ მხარესა. ვიხილავ სანადროს სახეს, რომ ამ გარიყოს მკვდრეთითა, გვერდს ედგნენ მისი ზვარაკნი გაფიცულები მკერდითა, ჭაბუკნი თავდადებული ფიარით მეტისმეტითა, ტანთულ შვენებდეთ წყულები ერთ გულმა ურიშვილებსა, ანგელოზები დაფლისას, გვირგვის ადგამდნენ გვირებსა. ვაჟა შევალდას ნაშვასთან სამშობლოს გაზაფხულის შესახებ შეუძლებელია არ მოხსენოთ დიდი აკაკი წერეთლის გაზაფხული. დღეს მერცხალი შემოფრინდა, ჭიკ-ჭიკითა გადმომძახა, გაზაფხული, გულს იმედი ჩამესახა. მივდექ სარკმელს გადვიხედე, არი მარე მესვაფერა, სასოება მთაგაშალა, გულს საკრა დაამიძგერა. სული მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგზე ძალი, სფითუ გულს არამად ვიდებ, ახლოს არის მომავალი. მოვესწრები რაც მინდოდა, ზამთრისაგან დაჩაგულსა, ნახავ ქორწილს ბუნებისას, გავიგონებ მის მაღლულსა, დავყროს ვარდსა გადაშენსა, უჭვრეთ გაზას დახრილიას და ბულბულიც გამაგონებ
აკვირდებს მისებურად ტირას. ეს ლექსები მკითხველსებია, მაგრამ ამაღლებულ განწყობილებას უტოვებს. ვაჟა ისეთ მარადიულ პრობლემებს ეხება, რომელთა მოგვარება საბოლოოდ გადაჭრა და ნანატრი გაზაფხულის შემოსვლა, სანუყვარი, მაგრამ სამწუხაროდ აუხსნელი ოცნებაა. მე-20 საუკუნის დასაწყისში გადმევდა ენისა და კულტურის შენარჩუნება რუსეთის იმპერიაში მოქცეული ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საშინელი რეაქცია მძუნარებდა. ერთი არის სალიტერატურო ენის დაცვის მიზნით აკაკიმ გამოუღებდა ლექსი ვაჟა ფშაველას, სადაც უწუნებდა ენას. ენას გიწუნებს შაველი, გოსანო, მამამთისაო, თუმცა გვითესავ მარგალიტს, კითხვებიც ამას ვქისაო. მაშინ, როდესაც აკაკის უმართავდნენ მიუგბილეს, რამდენიმე ზოგონა რომ ვაჟა ამ მიუგბილეზე არ ჩამოვიდა. მაგრამ უცაბედად მოლოცვების დროს სცენაზე გადმოითო ვაჟა და საზეიმო მხრით დასჭექა ლექსი აკაკის საიუბილეო. შობელი ქვეყნის მოზარე, უნდა გიმღერო მთვრადა, იმავჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ ბედი შავბედი, თუმცა გვექცევა მბრურადა, მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა, ტარვალთა შესამოსვრადა. თუნდარ მოგწონდეს იქნება ჩემის ფანდურის ხაგონი, მიიღე სარეკელასი, როგორც წისქვილში რაკუნი, ეს ჩემი შენთვის მოწვნილი, სალამი გრძნობის ნაჟური, დღევანდელ დღესა არ ძალის, არ ჟღერდეს ჩემი ფანდური. ილიაცნე საუბრება, უნდა დავუგდო მასყური. დავალებული გულისა, უნდა ამოსთქვა სენამა, წყლულები საქართველოსი გაიგო შენმა სმენამა. მე სამატირა ბევრჯელა, შენს თვალზე ცხემლის დენამა, ნეტავი ბევრი გაძადოს, შენის თანები დედამა. რომ მიყვარს მამულიშვილი, დაე იცოდეს ყველამა, გადაგვარების მოსურნე, შეჭამოს ტურა მელამა. მადლობელი ვარ გულითა, შოთაის სულის მხენამა, სამშობლო სამსახურისთვის, ჩანგი გიკურთხო ზენამა. შეიძგა მთელი დარბაზი. წამოვიდა იარუსებიდან სხვა ყვავილები. აკაკი ვაჟასკენ წავიდა, ვაჟა აკაკისკენ. ორივე სიხაურის ცრემლის დიოდა, იხსენებს სანდროშანჩიერი. სოფლიო ლიტერატურაში ძნელია მეორე პოეტის აღმოჩენა, რომელსაც ვაჟა ფშაველაძე უფრო გამახვილებული გრძნობა იქნება ბუნების საიდუმლოების ასაცნელად და მისი მშვენიერების ასაფრისად. თუ გვერდის ჭამელი გასაღებია ვაჟას პოეზიისა, თანი მაღალი, ასევე აგასაღები მისი პროზისა. ამან მხოლოდ ხალი გადავავლოთ მისი მოთხრობების სათავეებს, შრის ლუკრის რაზმობით, დაჭვი, კუდგელი, ია, მთის წყარო, კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა. ვაჟა ფშაველა იყო კაცი, რომელსაც შეეძლო მდინარეში ესროლა ანკესი და ეჭირა ორაგული, გამოეხსნა ანკესი, გულზე ეკოცსა და ისე მდინარეში დაებრუნებინა. იგონებს გოდერძი ჩოხელი. ბუნების მოვლენები ვარდას მთელ შემოქმედებაში. გაცოცხლებულ გაფორმებულია ამაღლებული იდეების ქადაგების მიზნით. მორალი თვით ამბიდან გამომდინარეობს. ნაამბობი ქადაგებს მაღალ ზნეობრივ იდეალებს, მათზე საგანგებო მითითების გარეშე. როგორც ყველა ნაწარმოებში ვაჟა ფშაველა ბუნების მოვლენათა ფულში ცდომის საიდუმლო შეუგარებლად გვიჩვენა. შლის ლუკრის ნაამბობში, მოთხრობებში, ია სამთის წყალოსა და სხვებში. შეუძლებელია ამ მოთხრობების დასასრულს არ აგდეს მკითხველის გული. უღრან ტყეში მოსული. მინდა მცოცხალი ვარ ჩემი სილამაზით დავალო ტყეს, ბალახთან გახბიდან შემოწქერი გულხავს ეკდეს. სურნელებას მივაფრთხო ვარემა. ყველას უყვარ, აგერი დამყავ. თოლის სულ ჩემსკენ უჭირავს. უნდა მოვიდეს, მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლია. მხოლოდ ჩორიდან გამიიღებს, გაეცინა. განდავარტო იმას მხარიან ჩემი სიცოცხლე, წვერხმელი ხეებით მე დამხარიან. თვითონ თავში შვენი, ტოტებს ვემაფარებენ. ჩვენ სიას არ შეგვიციფრისო, ან არაფერმა არ აწინოსო. პირდაპირ, შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემისთვის. წვიმა შეუძლია ერთ შოშად ჩამოვაწყდეს ფოთლი. უფოთლოდ ოქრა და სიკვდილი ჩემთვის ერთია. ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები. ჩემი ერთთვის სიცოცხლე, სხვის 24 თვის სიცოცხლეს მირჩევია. მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დატრებული. რა შეუბრალებელია კაცი, რასაც კი დაინახავს, უნდა თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებენ ჩვენს სილამაზეს. პაწაწაო, ობოლი, ბედმა დამიმრა, სუნთროს დაუბრა, ტანზე მაცვია, ატარი, მოკლებენ წვიანი, თეთრი თვლებით მოწმული ქარი. ჯერ
ვერც არ გამონაბლებია. გზა დაკარგული დავდივარ. მანამ დედამ ყავდა ცოცხალი. სულ მიალერსებდა. მაფრთხილებელი. ის მასწავლიდა თუ ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკედა. ერთხელ წვიმიანში გავედით როდეს. დედამ მითხრა. საშიშია ამ დროსი არის. ჩვენი მტერი ნაცნობი მარზე დაგვეწევს. იგრიალა თქმა. დედა ჩემი ერთი ამოიკვრისა და წარაცა. ამას შემდეგ ცოცხალ მკვდარი დავდივარ და ვინ იცის, ვინ შეიხებავს ჩემი სისხლით ხელებს. რას გიშავებ ადამიანო, რა დაგიშავა საბრალო დედაჩემო, რა შეგისვა, რა შეგიჭამა რომ მოჰყალი და უპატრონოდ დამაგრე. ვაჟა ფშაველასთან, მეტი რომ არაფერი დარჩენილი იყო, გარდა მთანი მაღალისა, მას მაინც უნდა დარჩენოდა დიდი მწერლის სახელი. ეს არის ერთი გაუთავებელი საგალობელი და ბუნებაში გადავიდა. იდგნენ და ელოდნენ, უსაზღვროა მთების ლოგინი, ვინ რა იცის, რა ამბავია მთების ხიში, რაც ეცრის გულს და გადმოსდის. ჰებო, რასებით, ვისებით, ნუ თუ ყავთ საკუთარი დიდი ხნის უნახავი, იქნებ შვილი დაჰკარგებ და არაფერი ამბავი მოусმიათ. პასუხი არ ისმის, სგანაც არ შეუძლია. ელოდნენ, ელია და კვლავ ექნებათ მოლოდინი. რა დააშოქს იმართებაში მოლოდინის ზღვას, როცა ყველა სულთნს დაეძინება, სწორედ მაშინ ამოიოხრებენ და ცელსაყრიან. რატომ ამღერით ჰებო, რატომ არ ისინი? გიმილი მაინც მაჩვენეთ თქვენი კარგებო. ხანდახან ვიცით, რომ თქვენც მიხარდათ. როცა ლაღიარძები დაგთამაშოთ თავზე და დასასვენებლად თქვენს კალთაზე ჩამოეშლება. რა ალმაზები ხართ მაშინ, როგორ გიხდებათ, რომ ის თქვენი აღზრდილი შვილი, ასე მამაცი, შეუპოვარი და ლამაზია. სგანანდაელია, წვიმაწვიმს მათ თავზე, სდებს თოვლს, ყინავს, ცივა, ჩემი კი სგანანდაელია, გულის ტკივად, ძალიან სტივად, მაგრამ არ ხოცებიან, არ ჩლებდებიან, ელიან ვის, ან რას, რაღაცას, დიახ რაღაცას, ეს რაღაცა უნახავის დანახვა, ნახეს და გაართავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა, ეს ხომ თვალგულის გამომაწვრობაა, სწორედ რომ ისაა. უსულოს საგნებს სული ჩაუბერე, ავა საუბრელოდები კლდისა, გვამცო მთის არწივა და მოთხოვაში, კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა, ადამიანის ხრი და ალაპარაკა დიდი საზარელი კლდე, ყველა იმ ცოდვის შესახებ, რასაც კაცის ჩადია. კლდეს არ იმედება, რომ ხილების შემთხვევაში კაცი მას მოусმენთ. კლდეს მიაჩნია, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავი იქცან შეცოდებათგან, მხოლოდ სიყვარულით, რომ შინ და კარში ეს სიტყვები ისმოდეს გამგონებით. გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთს. ბუნება ბრძანებელია, იგი მონაა თავისა. ამ ფორმულით გამოსცვა ვაჟა მის დიდი საიდუმლოება, რომელიც მან ბუნებაში დაინახა. ვაჟას მახული თვალი ბუნების ჰარმონიული განვითარების გვერდით ხედავდა დაუსრულებელ ბრძოლასა და სიკვდილის სიცოცხლის ცვალებადობას, როცა სწორ მას მიზანში აცხადებდა. ბუნების ცოდვა ეს არის, მუდამ საწინო ჩემია, ავსა და კარგსა ყველას ყოფს, არავინ გადურჩენია. ამ მოსაზრების შემდეგ ცხადია, ჰარმონიაზე საუბარი არ შეიძლება. ვაჟას ბევრ ლექსს სიმღერა ჰქვია. გიგი ხორანაულის მოსაზრებით ვაჟა მთელ ლექსებს სამუშაო ოთახში, კედელზე დაკიდებული მამაპაპური ფანურის თანხლებით წერდა. როგორც პიანინოსა და როილზე წერენ ზუსტად ისე. წერის დროს თით სააჩქამებდა ბერასა, ვაჟა წყნარი ღიდინით ააყოლებდა ხმას. შემდეგ წამოხტებოდა და ისევ აგრძელებდა წერას. ერთი კი უნდა ითქვას, რომ ვაჟას ყველა ლექსი უსაშუალო სევრითაა შექმნილი. ლექსი კიდევაც ნახავ გაზაფხულის ნამდვილი სიმღერაა თავისი ტონითა და გაწმენდით. როგორც გაზაფხულია ნამდვილად სიახლისა და აღორძინების ხანა, ეს ლექსიც ნამდვილად ბედნიერებისა და სიხარულის მოლოდინითაა სავსე. ეს გახლავთ სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე. ვაჟასთვის შეუძლებელი იყო გაზაფხულის დადგმა სამშობლოს თავისუფლების გარეშე, როგორც ილიასა და აკაკისთან და აცხადებდა. დაჰბერებს სიცოცხლის სიო, მომაკვდავს არემარესა. გაუათასდე სინათლე ცაზებზე სამთვარისა, უხვადას ვრინდე წყალობას, ამ ჩვენს დაჩაგრულ ხარისა, ჩვენს ხვეპრე ძალმომრეობის ცნებს აღარ ვრინდეთ წარისა, შიდების ტყვილი გალობა ისმოდეს ყოველ ხარისა. რომ აუცილებლად იხდავდა მტრეთის ამდგარი სამშობლოს სახეს, რომელსაც გვერდს დაუშვებდნენ მისთვის თავგანწირული გმირები.
წაიყმები, რომელთაც ანგელოზები თავზე დაფნის გვირგვინებს დაადგამდნენ. თავად უსაჩინოეს მაგმა, ვაჟამ შაველა, ამ თემას მიუძღვნა ლექსი. კაი ხმა. კარგ ხმა, ვინ აქვს თქვათ ვაჟებო, ნათქვამი არ აქვს ცხენოდეს, სმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არ ასწყინოდეს. ვინ არის კაი ხმა, ვის სტანზე ხმალი შვენოდეს. მიდით, იქ მიდით სადაცა ხალხი ხალხზე დახელავდეს. მტერი ჩვენ ვცემდეს, ჩვენ მტერსა ხმლები, ხანჯლები ელავდეს. სისხლის ტბა მუხლებს წდებოდეს, ცოცხლები გვდრებსას თელავდეს. ფარების დადგეს ჭრდეები, თვალებს წველავდეს. მოციქულობდნენ ტყვიანი, შუბებს წერავდეს. ჭიაფრად მუზარადებსა სისხლის წვიმა იფერავდეს. დაგელაუდეს სიკვდილი, სუდარაებს აღკერავდეს. ვინც მიეგებოს მტერს წინ ვინც რისხვას ეტყოდეს. სახე სისხლგადამდინარე ტკივილს არ გამაიტყოდეს. თავს დასასცემდეს სიკვდილსა, ზედ ქორებულად ფრინავდეს. სიცხეში სიო დახბეროს დაათბოს როცა ჰყინავდეს. პირველად ომის დამწყები ბრძოლის ველს ბოლოს წირავდეს. სხვანი იყოფდნენ ნადავლსა, ის ისევ მტრის წინ გვირგვინავდეს. მიძღვნილსა საუფროსოსა ამ ხანაგებს ესწირავდეს. დარაჯა ედგეს ლაშქარსა, როსის ღრმაძილით ხვრინავდეს. სწორს ფიქრს აძლევდეს თემსოფელს, ძდუნება არ ასწირავდეს. ტრის ჯავრის ედგას ლოგინი, ტრის ჯავრი სამნაც ფარავდეს. იქ იდგეს ხმალა მოწუდილისაც ზალა, აღმარს ყალავდეს. გაბეჩავებულ სიმართლეს უსამართლობას ძალავდეს. სვის იუბნოს სახელი თავის განჯას აღვალავდეს. ზედ იდგეს ხევსურეთისა, უღად შუქს ჩამოვლალავდეს. ჟოგ მოკვდეს მშიერ ტიტველი, კვდებოდეს, არ აგმინავდეს. თავის სამარხად სუდრადა, მარტო სახელს ასწირავდეს. ვადრე გრძელებდეს ცოცხალსა, მკვდრისავსვად შესანდობარი. წყულის სნას დედის კოცნა და თავის ლოგინად, სამარი, საკაცე, თავის ლურჯა და ქვალოდი, ნაბდად საფარი. ქალისა ძლისა ქვითინი, ეგონოს სიცილ ხარხარი. დენაცრემლის სახორხოშა, ღრუბელთა გადმონახარი. სულეთ შავიდეს ხმლიანი, ლაღისა ცხენითა, წინ მიუძღოდეს არწივი ხმით მოყაშყაშე ფრენითა. ქება უყილონ გმირებმა, გარდასულებმა ჩვენითა, ერეკლემ ხედი მახვიოს, დაისვას თავის გვერდითა. გამაეგებოს თამარი მცინარი, თავის ფეხითა. ანგელოზები ხარობენ, ალქაჯინი, იყვნენ წყენითა. აი, ვინ არის კაი ხმა, მოსაგონარი ქებითა. ასევე ვაჟკაცობაში შესულ ყმაწვილებს ლექსი ის კი არ არის ბიჭობა, ასწავლა თუ რა იყო ბიჭობა, საუკეთესო ვაჟკაცობის ზნეობრივი ქცევის ნორმა. ის კი არ არის ბიჭობა, რომ გამაგრებდნენ მაგრობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი თავის თავად და ვარგობდე. არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი არ ჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დამჩაქვსა სწამლობდე. მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად, დამჩაგვრელებსას წყალობდე. აბა ბიჭობა ის არის დაჩაგრულთათვის წვალობდე. არც რა ბიჭობა ეგ არის, მაძღარი მღერდე, გალობდე. თავი მოგქონდეს ხვებზე და ამის გამო შარობდე. გოსნობას არ ვისაცლიდე, მუდამ ყვეხდე და სცხარობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, მშიერ მწყურვალიც გალობდე. ვაჟამ შაველას მწავსის გასაგებად საინტერესო ლექსი ჩემი ვერება. ეს ლექსი მრავალთემიანია, რომელთაგან ერთ-ერთია ვებრება სათხოვარი უფლისადმი, რათა არ გაუმელდეს უფლის სიყვარული. გმერთო, ისმინე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია, არ დამეკარგოს გულიდან, ეს შენი სამსხვარია. გულსნუ გამიდე ხტანჯაში, მამყოფეს შეუდრეკლა და ხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო და ჩაბულების მცველადა. ასევე შესთქოს დაეხმაროს სიკეთით ბოროტების ძლევაში, რომელიც უფალმა მიუნიშნა. ამგვარი ქმედება კი წმინდა ხელობაა. კაცი ის არის, ვის ჭირში ერთხელ არ დაურჩენია, იმას სხვა გასტიფს, სხვა მოსწოვს, ჭმუნვა არ დაურჩნევია, უფლის ამსგავსად იქცევა, მით უფალს გაუჩენია.
თავისი ფრების შეუვარება. სამშობლოს არ ვისწავართ, ჩვენ მუდმივ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაბედ, გარსაც კი გაეცემა. ეს იყო მისი მთავარი იდეა და საერთაშორისო ცხოვრების მოწესრიგების ერთადერთი საფუძველი, მაგრამ სინამდვილე სულ სხვა იყო. ის რაც გულს უხდავდა გულფრინვალე მამულისთვის, ყველგან ეძებდა გულს. ამისთვის წარსულის მაგალითებსაც ხშირად მიმართავდა. ვაჟა-ფშაველას პატრიოტული გზნობა უაღრესად კეთილშობილია. ვიტომ გაგზავნა მისთვის გვეთქოდა. ანზე აბჯარი არის ხათი დამდესავდერდა ესა. რომში სგუგდებდეთ გუშია. მეზობეს მეტი ჩარასა, ალვაქელინო სამშობლო მეტოქე სათასგვარასა. ცოცხალის თავით ვერ მივცეთ. ეს თავის მიწის ღალასა, გასდის ღაკიდა მშობელი, ვაჟკაცებს ჩვენის თანას. ამ ლექსში სიტყვა ძველით წერალი მიგანიშნებს საქართველოს მძიმე ისტორიაზე, როდესაც აწყვე აღსრულებული საუკეთესო ქართველი მხედრების თავდადებით გახონდა ქვეყანას თავი. მე-19 საუკუნის ქართველი მხედრები გადაგვარებულიდნენ და უდრტვინელად ეგუებოდნენ მეტი ჩარა მეზობლის პატაშს. ლექსში ჩანს დიდი გულისწყლივი ქართველთა ზნეობრივი დეგრადაციის გამო. ასევე იმის გამო, რომ მე-19 საუკუნის ქართველი დედები გადაგვარებულიდნენ, რომელთაც ქარმა ჩრდილოშუა ზღვაზე პირველ გარდაუცვალა მათ გული ცხოვრება. გაუჭირდებოდათ წინაპართა მსგავსი გმირების აღზრდა. არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ ვაჟას გმირებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია არწივს. როგორც ცნობილია ლექსში, არწივი უნახი დაჭრილი პალფონებს ეომებოდა, ვაჟას არწივი თავისი მრავალტანჯული სამშობლო სიმბოლოდ ხავს გამოყვანილიყო. პალფონები კი მტრება. თუ რას წარმოადგენდა ვაჟას სულის ენერგიის ქმედებისთვის არწივი, ეს თავად ვაჟამ თქვა ლექსში, მარტოობა. არას ჩანს ჩემი არწივი, რომ ხარი დამკარას მხარზე და ამით როგორც საკირე დავიწვა თავის ალზე და მოდი არწივო სადახარ შორითვე გიცნობ ხმაზე და შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ გამოვიცვლები წამზე და ყის ვტოვებ დედამიწასა გადავსახლდები ცაზე და როცა არწივი თან მახლავს მიზის მარჯვენა მხარზე და მეფისა მადგას გვირგვინი მზივარ სამეფო ტახტზე და შეურაცხყოფას ვინ კადებს სანავს მიცვნია გზდაზე და როცა არწივი წამოვა ჩვარიმა მცირე ჩვარზე და პატრიოტულ თემაზე დაწერილ ნაწარმოებთა შორის გამოირჩევა პოემა ბაქტრიონი. ვაჟა-ფშაველას პოემა ასახავს ისტორიულ მოვლენას, კერძოდ ირანის დამპყრობელთა წინააღმდეგ, კახეთის აჯანყების მმართველობისას 1659 წელს. ისტორიაში ეს ბრძოლა ბაქტრიონის ბრძოლის სახელითაც არის ცნობილი. ამ აჯანყების შესახებ მცირე ისტორიული ცნობები მოგვეპოვება, მაგრამ უხვადა ინფორმაცია ხალხურ პოეზიაში. ეს ხალხური პოეზია გამოუყენებია ვაჟას პოემის დაწერისას. ამაზე საუბრობს ორ წერილში. კრიტიკა ბატონ იპონიდე ვართაგავასის და ფიქრები ვეფხისტყაოსნის შესახებ. რაც შეეხება პოემას, უნდა ითქვას, რომ ის ისტორიული ფაქტი, რომელზედაც ავტორმა ეს ნაწარმოები დაწერა, დიდი მნიშვნელობის აღმოჩნდა საქართველოს ისტორიისთვის. ერთი იმიტომ, რომ ეს ბრძოლა იყო ქართველთა ძლევამოსილი გამარჯვების სამსახველი ბრძოლა. ქართულმა ლიტერატურამ ამ ისტორიულ ფაქტს ბევრი ნაწარმოები მიუძღვნა, მათ შორისაა გრიგორ ერისთავის სათხელბრძოლო, გიორგი ერისთავის ოსური მოთხრობა, აკაკი წერეთლის ბაში აჩუქი და ვაჟა-ფშაველას უწყინვალესი ნაწარმოები ბაში აჩუქი. საინტერესოა, რომ გააცახლა ვაჟა-ფშაველა მე-17 საუკუნის ისტორია მე-19 საუკუნეში. ლიტერატურის კვლევართა აზრით, ამის მიზეზი რამდენიმეა. ვაჟას სურდა გამოიფხიზლებინა ქართველიერი, რომლებიც რუსეთის მიერ დაპყრობილი სამშობლოს ტანჯვას უცხერდნენ. წარსულისაკენ მიახედა ისინი და დაანახა, რომ არსებობდა იმედი გადარჩენისა. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, გადიდოკაცებული ქვეყნის გადარჩენის ძალა იყო ერთობაში. ერთობისაკენ მოწოდება კი ასე აისახა პოემაში. ჩვენაც ხომ თქვენი ძმანი ვართ, სისხლით, ხორცით და რჯულითაა. უბაროდგან არიცით თანიც რომ ვერაგვარობენ, გვიშველეთ ჩაվել ხევს ურნო, ბარზე თათრები ხარობენ. ვაჟას სურდა ეს ერთიანობის იდეა მიეტანა თავისი თანამედროვეებისთვის. პოემა იწყება ფშაველთა სალოცავის აღწერით. წმინდა გეორგის დღესასწაულია. არანაერთი ბერიდიაც მეტი იქ არავის ჩანს. მას მდუღარეთ სამებით მტირალ საუნთია სამხები. დაუკლავს საკლავი და ხატი ცუგდებია. სალოცავში სასულიერო პირის გარდა არავის უნდა შესვლის უფლება. ამიტომ ყოველივე ზემოთქმელის გამო ვაჟა გვამცნობს. ეს რაღაც ცუდ საქმეს ნიშნავს. მომასწავლებელს ავისა. იგულისხმება თითქოს უმამრი გაწყვეტილება.
ეს მოხუცი ქალი იყო სანახა, რომელიც ასე შეხვდა მომხუც კვირიას. დაუკარგა ყველათვის ტომი, ვინაც კი ყვანდა თავისა, წარღვნა დაგვეცა ხოშარების წყეულის თათრის ჭარბსა, მამთა შააკრეს მტერს თავი, ხსენება გასცდა კაცისა. სანათაივარ ნეშვილო, აბხუშოური ქალია, აქავა გამოთხოვილი ბერიძემ ყვანდა ქმარია. შვიდივ გავზარდე ვაშკაცი, თითო ლომისა დარია, შვიდივ გამიწდა ერთესა, მამაც იმათთან ქმარია. ხოშარის გორზე დავმარხე, თავზე დასკილის ქალია, ორს კვირას საფლავებს ხარე, იმათ თავშესაფარია. მოხუცი კვირიასაგან შეიტყოს ქვეყნის უბედურებას, რომ მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილა მოხდით ქალადა. სიცოცხლე თავისუფლებისათვის მილულა და ხუყულებს კი შემდეგი სიტყვებით მიადგებენ პატივს. სიცოცხლე საუფიარსა, სიკვდილი მიჯობს მალდედა. დედაშვილობას ნუშჩივი, ღმერთმა ასწოროს კვირები, რომ არ წაიღეს საფლავში, ლავით მოსვლილი პირები. სანათან შეიტყო მოსულის ვინაობა, შეიტყო რომ ის იყო ფშაველი კვირია, ჩამოვლეთ ჩამოწეწილი. ერთი ყარიბი უშნორა, რომელშიც პოემაში ნახსენები ერთ-ერთი ისტორიული გმირის, ზეზო გაფრინდაულის მიერ იყო გამოგზავნილი, რათა თუ ფშავხეს უთავოჯახების შემოევლო, გაჭირებაში მყოფი კახელების დასახმარებელი ლაშქრის შესაძლებლად. კვირიასა და სხვა პატრიოტის გამცელობამ შედეგი გამოიღო. ჩვენ ვხედავთ ლაშარის გორაზე, როგორ შეიკრიბა უზარმაზარი ლაშქარი. ფშავებს ბევრი ლუხუმი მოუძღოდა წინ, თუშებს ზეზო გაფრინდაული. ხევსურებს ნადირა ხოშარებული. გაერთიანებული ლაშქარი აღავთოვანებს ვაჟას და ის სიყვარულით აჟღერებს სიტყვებს. რა საამური დრო არის, რა საამური წამია. მას შემდეგ ლაშქარმა რაც მიიღო კურთხევა ლაშარისაგან, რომ ეს იყო სამართლიანი საღვთო ომი. უყვარა ფშავა ხევსური, დამგანი ერთსაპირისგან, გადაწყვეტა ბაღდადის ციხეზე გავიდა. პოემაში გარკვეული დანიშნულება კვირიას სიზმარს, როდესაც იგი შავ ცხენზე მჯდარ შემართებულ მხედარს შეებრძოლება, შავი ვეშაპი ქშენითა, ცეცხლის მსროლელი ენითა. კვირია მას შეებრძოლება და ამ ბრძოლაში თვითონაც დაიღუპება. ეწყინა ლუხუმ სიზმარი, ცხენები მოსდის წვილადა, კეთილად ახდეს თქვა მაინც გულაჩუყებით ბილადა. სიზმის თქმით ყველა ჩაფიქრდა, დაბლა ჩაჰკიდა თავია. ჩვენიერის ისტორიაში ქალებს წამყვანი ადგილი ეკავათ მამაკაცების გვერდით. პოემაში ძვებით ასეთ პატრიოტ, სამშობლოსთვის თავგაწინულ ქალს, ლელას. ქართველთა ჯარმა შენიშნა მათკენ მიმავალი, ცხენზე ამხედრებული ქალი, რომელსაც წელს თუმცა რერტა ხმალია, ხერთეყრაში ვიწვევასი, მამისთვის მონაპარია, რომელმაც ასე მიმართა მებრძოლებს. ხელ მოგიმართოს მხედარნო, მადლი ხატმერთის თქვენზე და წყალობდეს ლაშარის ჯვარი, გასულებს ბრძოლის ველზე და ღიმილი ქასტყვა ლელამა, შუქი გამოხდა პირისა, საამურია საცქერად ვარდზე ცვარები დინისა, ქალი გავსა მოხის ყოველს, რაც ყავსა უკდავებითა, ხორც შესულ სიყვარულს ახგავს, აუწყვეტს უწყავებით. ვისი ხარ შვილო, რაც დახვან ტრობა გულავდეს იქნება. სამაყროდ მოვალ მამილა, თუ კი უფალმა ცინება, შანშეს ქალი ვარ გაჩლითა, მენაც თქვენს კვალზე დამდგარი, ალბათ თუ კარგად მერტმიცის, დედა ჯვარზე ითამგარი. ეს სწორედ მოჩვენება შმაკეული ხმარის, მე რო ასდე გდიასო ადგომის მიზეზ რა. სხვა არა მინდა გენაცვლეთ, თქვენს მტერს გულს ახდეს ლახვარი და ჩაეყაროს უსურმაგს, ბოროტს თვალებში ნაცარი. ლაშქარში ჩოჩქოლი ისმის, ეს სადაური რა არის? ვერ მიხვდით? პირდაპირ თათრებთან ომი წადიან, მინდა რომ ჯავრი ვიყარო, ბევრ სამავს საქმეს ჩადიან, იკლებენ საქართველოსა, უმბერაზობით დადიან. მამასა და სულკლური ქალს რა დაგზავნის ომშია, რა კი არ გვიწის მხედარია მსულის უთავ დროშია. დიაც უყურე ცულებს ამდა გაბრეკოს კონშია, კაცი დედა კაცს არ უნდა რა და რა ფიქრობს გონშია. მაშა რა თქვა შანშემა, ჩამეეშველოს ლაშქარსა, მაშა თუ კაზმავს ლურჯასა ტანთა რაისხამს ამჯარსა. ლელა მისი ამბით დაინტერესებულ ლაშქარს და მათ მეთაურებს აუწყა, რომ მამა ნობინად ყავდა ჩავარდნილი, მოსავლელი. დედა მტერს ყავდათ ყოველობაში, ძმა კი მოგლული. ლუხუმმა დააიმედა ლელა. ყოველმა მამის სიძვრებით შეწუხებულ და აფრთინებულ ლელას ცრემლები ჩამოსცვიდა და ღებეს ჩავიდა. მას კაცის ხმა მოისმა. მოსული გაეცნო, კვირია მქვიაო, დაძმობა შესთავაზა და თავისი იდეაც გააცნო. ბახტრიოს ბევრი თათარი იცავს,
შიქშესლა ძნელია, ჩვენ ჯარზე წინ უნდა წავიდეთ. მე ვეთქვი ყარაულს, რომ ყანის ფეშქაშად მოვართვით უფაქალი. ისინი კარს გაგუღებენ, ჩვენ შიქშევალთ და საქმე წაღმა უნდა დავატრიალოთ. ასეც მოიქცე. ცაზე დამქრალა ვარსკვლავი, პირი ემურის მთვარესა, თემი დავჩოჩქნიანი, ფიქს მისცემიან მწარესა. სათავცუცელი და სატრფოსა გრიალი მოდის შორითა, მოდის ხმაჟრია მულისა მარჯვნივ და მარცხნივ გორითა. მალე სიმღერაც გაისმა გასაქმნელად გულს. ემაგის თანამხედარი, ომში გამოჩეულსა, მეხე დაიცეს მეკარი.
წიწოვას თავი ჩამოუშვია. დედის წუხილი და ქვითილი ყველას მერებს, გულს უკლავს და ასე უბნებს. ნეტავარ შვილი მყოლიყო, არც გავჩენიყავ დედასა, თუ მამას შავესწრებოდი, ამდენ სირცხვილის კრეფასა. რადიქარ მაჰმუდი ბეჩაო, რახარ, ყელსაბელიანი, რადან მამიხვე წიწოვა, პირნად, სახელიანი, წიწოვას დანაშაული, აწეულია ცამდუნა, დაამცრო ჩვენი სახელი, თელს ლაშქარს გული ადუნა. განსაკუთრებით საინტერესოა პოემის ფინალი. ზემოთ ვთქვით, რომ ბრძოლის დასასრულს არსად ჩანდა ლუხუმი. პოემის დასასრულს კი ვაჟა გვიჩვენა ის ადგილი, სადაც ლუხუმი იმყოფებოდა. იტყვიათ მაგნის მთისძირსა, უღრანს უდაბურს ტყეშია, ლუხუმი იწვა დაჭრილი, ნატყვი არის ჭირს მკერჩია. იქვე ახლოს, ხავსით მორთულ პირქვეშ გამოქვაბულში ბუდობდა, მრავალი ცოდის ჩამდენი, ვისხანეთ პირდობლიანი გველი. მისი შიშით იმ მიდამოში გამქრალი იყო ნადირ ფრინველი. ერთ დღესა გველივით მისლი, გაწოლილი იყო ხეზედა, წიოდა გულჯავრიანი, თანაც თბებოდა მზეზედა. ამ დროს შაეს მაკონესის ხმა, ჯაგარაშულოსა გვეძედა, გახედა, ნახა, კაცი წევს, სულის მაბრძოლი ეული, გასცქერის სისასივრცესა, სასომი ხდილის ნეული. კერძი ატყვია მიმხმარის სისხლი, წყლად ამორწყეული. გველს ჩაებრალა ლუხუმი, მისკენ წავიდა ზლაზუნითა, მიაშრიალებს ხმელფოთლებს დიდრონის დანის გლავზუნითა. ზედ დააჭერდა სნეულსა, თვისის გველურის სახითა, დასცქერის სულის მაბრძოლსა, გულის მზარავის თვალითა. დაფიქრდა გველი ძლიერად, გული ევსება ბრალითა, ბევრი სცოდვების ჩამდენსა გადაუბრუნდა გუნება. რასი ბრალულით იმსჭვალის, მისი გველური ბუნება, ზედ გადააწვა მკერდზე და წყლულსა ულოქდა ენითა, თან მკერდს უსველებს მხედარსა, ცრემლების ჩამოდენითა, აყრუებს ტყესა და ველსა, ოხვითა, რამოდენითა, თელერთ თვის ასეულიდა, ადამის ტომის მტერია, ბოროტების გზა გაუშვავ, კეთილი დაუჭერია, საჭმელსა თვითონ უზიდავს, ასმევს წყალს ლაღის მთისასა, ღამ-ღამს ღაბარსაც უამბობს ორი სოგოლის ძმისასა. ამბობენ, შააძლებინა, სნეულსო ფეხზე დადგომა, ეხისებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა. ეხლა კი გთავაზობთ ვაჟას მოგონებას ამ საკითხზე. ერთმა უსწავლელმა მშაველმა მითხრა, რომელსაც ბახტრიონი წაიკითხა და მოსმონებოდა. ვაჟო, ნუ დამიმალავ სწორეთას თქვი. საქართველოს თავისუფლებას არ გულისხმობ ბახტრიონში რო ამბობ ეხისებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომაო? იქნებ გულისხმობდე უპასუხე. სწორედ საქართველოს თავისუფლებაზეა ნათქვამიო დაიჟინა მან. თუ ჩემს მკითხველებს ამისთან არავე საგრძნობინებს ჩემი ნაწარმოების, მაშა სადამე, საკმარისად წარმოდგენილი მქონია საქართველოს მომავალი სურვილი. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში პატრიოტული თემის განხილვა შეუძლებელია. თუ არ ვახსენებთ და არ განვიხილავთ 1905 წელს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პუბლიცისტიკური ცვლილებების დროს დაწერილ ყველა ერისთვის სამაგიდო პუბლიცისტურ წერილს პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. ზოგს გონია რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, ან ზოგხებელობას, რომელიც მიხედვითაც ადამიანი თავისთავად სოფლიოს მოქალაქედ მოიაზრებს, მაგრამ ეს შესაძლოა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე როგორც ყოველი კოსმოპოლიტი პატრიოტი. ყოველი კოსმოპოლიტი პატრიოტი, ისე რომელი ადამიანის თავის ერთსემს ეთხოვება კეთილი გონივრად და ცდილობს ის აამառოს ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უზადებ ხელს გასწავლებას საუკეთესო წევრებს და ხელს უწყობს გასწავლების განვითარებას. ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახურებოდეს მთელი თავისი ძალუყრობით. ყოველი ერთი კარგად უნდა ესმოდეს თავისი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, მოსწრეთ დღევანდელი ეკონომიკური ყოფა და მოგისწრება ერთმანეთისგან მეორის ხდება ომები და ჩაგვრა. პატრიოტიზმი როგორც სიცოცხლე დაავადებასთან ერთად ყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, როგორიც არის ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი, დედაენა და სხვა. ამ ფასეულობით ბავშვი სახსნა ხდება უპირველესად ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით, შემდეგ ირგვლივ არსებულ საზოგადოებაში. ვაჟა-ფშაველას პოემებში დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია პიროვნების ფერისცვალება და გარდაქმნა და ზნეობრივად ახლადშობა. ეს ნახეთ პოემა ბახტრიონში, გველთან მიმართებაში. ამ თემასთან ეთრეშება პოემები, გოგოთურ და აფშინა და ალუ და კეთილაო. თვისკაცი გოგოთური. პოემის ასევე მთავარი მოქმედი პირია აფშინა.
რომელიც არაფრთიული, ეშვაგისგან შეპყრობილი, მოწმეთა ძარცველი პიროვნებაა. ღვთისკაცი გოგოთური ჩასწვდა აფშინას ცნაირი ცხოვრების მიზეზს. მან არაერთის შეარცხვინა აფშინა და ურჩია თავისი ძალდონებ ერთაბრძოლაში დაეთანჯა. გოგოთურმა შეძლო აფშინას პიროვნებაში გამოუგზავნა უმნიშვნელო, მაგრამ ღირებულებების მატარებელი, ჰეთქავი ძარღვი. მისი წყალობით აფშინა იქცა მონანულ პიროვნებად და მთელი ნაძერწვის ქონება დაურიგა უპოვად. ცხენი, აბჯარი, სხვას მისცა, გახდა ერთგული რჯულისა. ომის ბოლოს მას ხედავ თქევისფერად, თუმცა ასე აწუხებდა თავისი განვლილი ცხოვრება. ამბობენ, ქვითინი მოდის, გამღაბლოს თავით კაცისა. ვაჰ, მკვდარო ვაჟკაცობაო, ცოცხლად დამარხავ თავისა. პოემაში ალოდა ქეთელავა თვალწინ ხდება უთულესი შინაგანი ჭიდი. ვაჟაბშეველა ხატავს, თუ როგორ იბადება ადამიანში სრულყოფილება, როგორ განიწმინდება სინათლე სიბნელისგან, როგორ თავისუფლდება მადლი და როგორ იწყებს ნათებას ადამიანის სული, სიყვარულით გასიხსნა. ალოდა ქეთელაური პოემის მთავარი გმირია. ის კაცია დავლათიანი, ღვთისა და თემის რჩეული პიროვნება, რომელიც თემის კანონთა გადაწყვეტილებაში მონაწილეობას ღებულობს და მათ სამაგალითოდაც აღასრულებს, მტერს კლავს და მარჯვენას ჭრის. ეს ხდება მანამ, სანამ ის არ შეხვდება ქისტ მუცავს, უდრეკ საუკეთესო ვაჟკაცს, რომელიც სიკვდილის წინ ნატყვიარს ბრძამით იფევდა, ისრედალია სულია და სულ სარაცვლიდა ამოსვლას, კიდევ მიხსენა რჯულია. მუცალმა იმაზეც იზღუნა, რომ მისი როგორც საუკეთესო ვაჟკაცის იარაღი, ასევე საუკეთესო ვაჟკაცის ხელშივე ჩავარდნილი იყო. ეხლა შენ იყოს უჯრედაღლო, ხელს ნუ ჩავარდეს მტრისასა. ამის შემდეგ მოხდა ალოდა სულიერი ფერისცვალება. მან დაადვია თემის კანონის შემდეგი სიტყვებით. ვაჟკაცო, ჩემ განმოკლულო, ღმერთმან გაცხონოს მკვდარიო, შენ ხელს, შენს გულზე დამიწმდეს. ნუ ცხარობს ქავის კარიო, კარგი ყოლია გამდები, ღმერთ გიდღეგძე მოსგვარიო. ალუდას მონათხრობს, თემი არ უჯერებს. ერთ-ერთი წევრთაგანი კი მუცალის მოჭრილ მარჯვენასაც მოიტანს, რათა ალუდას ჭეშმარიტება დაამტკიცოს, რითაც ალუდას გააჯავებს. ალუდას თემი მაშინაც განურისხდება, როდესაც ხატობის დროს იგი ყურად შესწირავს მუცალის სახელზე. გოცნოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულობდები მაგითა, აფრთხილებს თემი. შემდეგი სიტყვები მოკვეთილი იყოს, ალუდა საკას დაუპევენ. მაღალ ღირსებას ალუდა მაშინაც იჩენს, როდესაც თემის გადაწყვეტილების გამო დედამისი თემს წევლის. ჯვარს არ აწვინოთ, თემს ნუ სწევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა, აფრთხილებს იგი ქალებს. მისი ბოლო სიტყვები კი შემდეგია: შვიდობით, ჩვენო ბატონო, ყმითად მომცემო ძალისა. მართალია ალოდა ქეთელაური ხორციელად დამარცხდა თემის წინაშე, მაგრამ მან განიცადა სულიერი ფერისცვალება, ანუ ზნეობრივი ამაღლება. პოემა სტუმარ მასპინძლიდან რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხთა შორის უნდა შევეხოთ ქართველთათვის ესოდენ მნიშვნელოვან ადათ-წესს, სტუმარ მასპინძლობას. სტუმარი ღვთისწყალობა ყოფილა. ჯოკოლა, რომელსაც სტუმარი მიხავში, ასე მიმართავს ვარსკვლავის სადარმეუღლეს. აი, სტუმარი მოგვარე, ღვთისწყალობაა ჩვენზედა, როგორც დაგვხვდები დიაცო, ეხლა კიდია შენზედა. სტუმარს მიესალმე, მშვიდობა უსურვეს და ოჯახში მყოფი უხუცესიც კი ფეხზე წამოუდგა, რადგან ადგომა წესია, წესს ვერ დაარღვევს ღვთისასა. ოჯახის უხუცესმა სტუმარში შეიცნო მოსისხლე მტერი, ზვიადაური. დანისკენ წაიღო ხელი, მაგრამ სტუმარის ხვის სახლში ვერ გაშლის ხადაბალასა. ეს ის ზვიადაური იყო, რომელსაც ჯოკოლას მათ კი მოკლული ხავდა. სახლში მიეჭნენ ჯოკოლას ქისტები, სადეს მისი სტუმრის შეურაცხყოფა და მოკლა. ჯოკოლა მასე დაიცვა ის. რა შადით, შემოუძახა, ვის სტუმარს ვოჭავ თოკითა, რაც წერს საუბრობ ჩვენს წესსა, თავს ლაფსრად მასხამ თოკითა. როდესაც ამწნეს, რომ მისი ძმის მკვლელი იყო, ჯოკოლა ცოტა შეგვიგდა, ის სინანული წაესო და ასე უპასუხა თვისნო. დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუ მძღვა ემართო სისხლისა, მითაც მე ვერ უღალატებ თვითსა ღმერთს, ქმნილი იმისა, როცა გასწდება ჩემ ოჯახს, იქ მოეყარი თავადა, ვის გაუყიდა სტუმარი, ქისტეს სათქმულ ამბადა. ამ მონაკვეთით გვინდოდა გვეთქვა, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ადათი ჩვენი ქვეყნისთვის და იმედია ვერ შეუსწავლად გადაეცემა მომავალ თაობებს. ვერ გავასახელებ საკითხის ზნეობაზე, სულიერ ფასეულობებზე, პირებულებებზე და რაც მთავარია
სამშობლოზე, რომელიც შეუყარებელი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ამოღებდა და იყოს განხილული. ცხოვრების სულძიმეს პირობებთან შედიდებულ გენიოს ძალიან ადრე 54 წლის ასაკში უქმნა ჯანმრთელობა. არსებული თურმაყოფილო პოეტს 1900 წელს დაუწერია ანდეთი მომავალი თავდებისთვის, რომელშიც ფოქსმან და ჩასახო გააგებინა ქართველთა ბედისწერანი. ნუ გასჯავდებით, შვილებო, და ნუ დაგვიწყებთ გმობასა, რომ ბევრი საქმე დავიგდეთ გასაკეთებლად მოდგმასა. ჩვენი დრო იყო გრძნობისა, ჩვენაც გლოვობდით, ვტიროდით, რომ სნეულს წამალის უნდა იმას ვეღარ ავფიქრობდით. დრო იყო შეუსაბამო, გარემოება ვერანი, ამაო დაგვსჩა მამებსა ფიქრი და გულის გერანი. ეგებ თქვენ დაიჯილავოთ ბარათაშვილის მერანი, მინდოდა მუდარსა გამეგო, ქართველთა ბედისწერანი, რად უნდა დარჩეს წიალად, ფიქრით მორწმული მღერანი. ანდერძის პასუხს ჩვენს საფუძრად, სათოფანო მგოსნას, აც გარდაცვლილი, შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის, მამუკა ჩარკვიანის სიმღერით გავსვათ. დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს თვალხატულა გოგობიჭები ნამდვილად ქვეყანას დაუყენებენ იმ გაზაფხულს, რომელსაც ნატრობდა ვაჟა-ფშაველა, და ბედნიერ საქართველოს ააშენებენ შემდეგში. უდიდესი შრომაა ჩადებული და მადლობა ამისთვის. რაც შეეხება ის, რომ არ დავიწყება მოყრის აღდგის ბიზანტიელსა ნამდვილად შოთა რუსთაველა. ნამდვილად დაგვიტოვა ქართველებს, რომ ვაჟა-ფშაველა მისი მსგავსი არაერთი ქართველი არ შეიძლება დაგვიტოვა. არ უნდა დაივიწყოს იმ თაობამ, რომელიც თაობას დღეს სენატია. ამას კიდე სხვა თაობები შეძლებს და რა თქმა უნდა ასე გადაეცემა თაობიდან თაობა. ის დიდი ღვაწლი, რომელიც ღვაწლიც გასიეს ჩვენმა საუკეთესო ადამიანებმა, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და რა თქმა უნდა თქვენი ქართველების თაობები, რომლებიც თაობებმაც უნდა გადასცეს ჩვენს ხამომავლობას და რა თქმა უნდა ასე არაჩვეულებრივად გასწრეს მოვისმინეთ. ფაქტიურად თვალწინ გაიარა ხელმა მისმა შემოქმედება, უდიდესი სიამოვნება შევაჯამებელი შემოქმედება ვაჟა-ფშაველას. არაჩვეულებრივი შემოქმედება. ის უდიდესი საგანძური, რომელიც საგანძური ჩვენი კულტურიება და ჩვენს ძალიან გვიამაყება. მადლობა თქვენს მობრძანებისთვის, ამ არასასიამოვნო დღისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა ბავშვებო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ძალიან კარგი საათი მაჩვენებელია და კარგახანია მე თვითონ გავეკითხებს აღარ ვატარებ და აი ასე კარგად მთლიანად ვაჟა აღარ წავიკითხე არ მქონია საშუალება და არც მოსულობია და არც მთლიანად არ შევიჯამებია და მე მეგონა რომ გავეკითხებზე მიჭირდა და ნანა მასწავლებელი იყო ჩემი მოსწავლე და ხედავდი იქაც თავისი სერიოზულობით როგორ მუშაობს. ჩემო ძირფასებო, პირველ რიგში მოსწავლეებს ძალიან დიდი მადლობა. ამ დევანდელი ის შემოქმედილი და მთლიანად აი ყველაფერი. იმიტომ რომ ნანა მასწავლებელი ვერც სკოლა, ვერ გააკეთებდა ვერაფერს ასე ძალიან კარგად, თქვენ ხარში არ დაგონილი და თქვენ რომ ძალიან კარგები ართ. თქვენ ხართ ძალიან კარგები და შემდეგ თქვენ სკოლის ხელმძღვანელობას თუ ნანა მასწავლებელს არ დაუდგებოდა მისი ხარში და არ დაუჭერდნენ ხარს ამ ძალიან დიდი და კარგი ღონისძიების ჩასატარებლად თქვენ ამას ვერ შეძლებდით მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი თვითონ ნანა მასწავლებელი და ამ მოსწავლეების მშობლებს
იმიტომ რომ ესეც საჭიროა, რომ გუნდური მუშაობისთვის ეს არის ძალიან აუცილებელი და საჭირო. და სულ ძალიან ბოლოს. ყველა პედაგოგი გმირია, მაგრამ დღეს ჩვენი გმირი ნანა მასწავლებელია ნამდვილად და ნანა მასწავლებელს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად ჰქონდა შესრულებული ყველაფერი და გაკეთებული და ყველა ბავშვს, ყველა მოსწავლეს რა არაჩვეულებრივები ხარ და ბატონო მამუკა, თქვენ გარეგნობით და ცხოვარ არ შევთხოვთ. არაჩვეულებრივი მეცხვარე, არაჩვეულებრივი გამართული კაცი და თან ახლა თითქოს იშვიათია რომ ბავშვმა არ უნდა სხვა ზეპირად ის ამას სხვა ხილია. როდესაც შენ ზეპირად აკვირდი ყველაფერს სხვა ემოციით ამბობ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვისაც აი მთლიანად სცენარიც რომ დაწეროს, რამდენი მიმეჭირდება და აქ მხოლოდ ორმა ადამიანმა შეძლო ეს. კომპოზიტორებიც თვითონ იყვნენ, სცენარის ავტორებიც, რეჟისორებიც და ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა რომ ვარდას საპროგრამო მასალა მთლიანად რაც ერთს დაუპოვა. სრულიად ამოწურეთ თქვენ და გითხარით და გიყვარდეთ ხალხმა ერთმანეთი. ყველაზე მთავარი ეს არის. თუ ერთმანეთი გვეყარება, სიყვარული ყველანაირი საქმით ეწდება და მტკობა კი ყველაფერს ანგრევს, აშენებულსაც, გაკეთებულსაც და ლამასაც და ცუდსაც და გიყვარდეთ ერთმანეთი. უბრალოდ ერთმანეთს არ წაეკიდოთ. აუცილებლად აზრი გამოხატეთ თქვენი, როდესაც კამათში იბადება ჭეშმარიტება და აი ამ კამათის შემდეგ გადაწყვეტეთ როგორ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა და გზა. ყველას ნახევ მომავალს ვისურვებთ, ყველას ძალიან წარმატებულ ქვეყანაში, მშობლიურ ისეთ ქვეყანაში, როგორცაც ვაჟა ოცნებობდა. აი ხომ ხედავთ, როდიდან არის დაწყებული, რომ კაცი კაცს აღარ აგავს და ხალი ხალს უნდა. დღეს რომ გადმოეხედა, მაშინ ნახავდით რა სიტყვა ეს. ნამდვილი ხალები და ნამდვილი კაცები გაზრდილი ყავით, ხმაზე გეთხოვათ და საქციელზე ყველა ასეთები იქნებით. მადლობა ძალიან. ნანამასწავლებელს და ნანამასწავლებელს. ასე არაჩვეულებრივად მხოლოდ ხელი შეწყობა დროს რომ მოხსნეს ადამიანი ეს ბევრი არაფერია. ის ყველაფერი რომ აკინძო და მოიტანო საზოგადოებამდე ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ამისთვის აფერმო თქვენს ხანობას, აფერმო თქვენს მასწავლებლობას. უღრმესი მადლობა. მადლობა ბავშვებო თქვენ. ვაჟა-ფშაველა კიდე სხვა კუთხით, სხვა ინტერპრეტაციით დამანახეთ და დაგვანახეთ საზოგადოებას. ერთი სურვილი მაქვს მხოლოდ. დღეს როგორი ემოციითაც გნახეთ. ხელში ბურთმოჭრილები, პატრიოტიზმის გრძნობით გულ ანთებულები, აღელვებულები, ადგილს რო ვეპოულობდით სცენაზე, აი ეგრე უნდა გამყოფოთ კაცმა ყოველი კვირის პარასკევს ხოლმე. მე ვიხდები თურმე რა ყოფილა ის რომ გინდა შეგსაქმნები ადამიანის ყურამდე მიიტან. მაგ მდგომარეობაში ვარ ხოლმე მასწავლებლები ჩვენ ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენი საქმე გვინდა თქვენამდე მოვიტანოთ. რთულია რომ მოიტანო საზოგადოებამდე შენი საქმე. აი ზუსტად ეგ იყო ყველაზე კარგი რასაც ახლა ხედავ და ამის შემდგომ დაფიქრდებით და მივხვდებით. უღრმესი მადლობა მშობლებს, თანადგომისათვის, თანაგრძნობისათვის და რაც ყველაზე მთავარია, რომ იძახეთ სკოლაში რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, ასე აკეთებენ, აბატონო რას აკეთებენ. ეს მთელი წლის ნამუშევარი. გაპრობი არგარიში, სკოლისა და მასწავლებლებისა. უღრმესი მადლობა.